მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, დღეს დილით მოსკოვის ოლქში დედაქალაქზე მოსკოვზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. დრონის ნამსხვრევები რემესკოიში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც მინიმუმ 7 ბინა დაზიანდა. ამასთან მოსკოვის მერმა სერგეი სობინიანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქზე შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელებას სცადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 327 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 მოსკოვის ოლქში. მოსკოვის ოლქზე დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა არის სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის მეღვე ბრძოლის სახელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ განაცხადა. სიტუაცია საუდის არაბეთში მოლაპარაკებების ფონზეა. თავდასხმა არის მასიური. ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა მოსკოვის ოლქზე. ეს არის დამატებითი სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ასევე უნდა იყოს დაინტერესებული ჰაერიდან ცეცხლის შეწყვეტით. დრონებს შეუძლიათ არა მარტო ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე, არამედ მოსკოვის გარშემო მუდმივად ფრენაცო აღნიშნა კოვალენკომ. აქ ნახსენები არის და შეგახსენებ, რომ საუდის არაბეთში პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ ალბათ მივხვდით დღეს კვლავ უბრუნდებით უკრაინის თემას და ამ თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ამერიკის შეცვლილ პოლიტიკას და რაც თავარია ევროპის შეცვლილ პოლიტიკას და სტრატეგიას, რამდენად აქვს შანსი ევროპას, რომ ამერიკის გარეშე დაიცვას თავი, გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს და საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უკრაინის თემაზე. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. ლაშა ბერიძე და ვასილ გოგოლაძე იქნებიან ჩვენი სტუმრები, სამხედრო ექსპერტები, პოლკოვნიკები. ორი პოლკოვნიკები მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და პირველ რიგში დავიწყებ ამ თემით. მოლაპარაკებების პარალელურად თავდასხმა, რაზეც ხა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აჩვენა თითქოს უკრაინის არმიამ რომ შეუძლია მოსკოვსაც მივწვდეთ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით რამდენად შესაძლებელია აქვს უკრაინას, რომ რეალური წინააღმდეგობა ჰაერში გაუწიოს, თქვათ, რუსეთს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ხდება. იცით რა, მოცემულობა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ამერიკული მხარდაჭერის გარეშე მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან გაჭირდება, მაგრამ ეს არ არის ის მხარდაჭერა, რის გამოც უკრაინა უპირობოდ დამარცხდება ომში, ან ესეთი რაღაც ელოდება. უბრალოდ ამ სისტემების ჩანაცვლება ჯერჯერობით ალბათ მოკლევადიან პერსპექტივაში მე ვერ ხედავ ვინ ჩაანაცვლებს და ვისაკის არსებული წარმოება, ალბათ უფრო ტექნიკური საუბარია, მაგრამ ამ სისტემების არ ქონა ის ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც უკრაინას ქონდა ამერიკული ტექნოლოგიების დახმარებით, აღარ ექნება, მაგრამ კიდევ ვიძახი, ეს არ არის ის, რომ უკრაინა ომში დამარცხდება, ეს უბრალოდ გაზდის მსხვერპლს და მსხვერპლს გაზდის სამოქალაქო მოსახლეობაში. ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ არჩევანი, რომელიც უკრაინას აქვს, არის ეგზისტენციალური არჩევანი, ამიტომ ამ არჩევანს სხვა რამეს ვერ დაუპირისპირებს, მოუწევს უფრო დროში გათვლა და სხვა რაღაც სისტემების შექმნა. სიგნალი გუშინდელი თავდასხმა კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ უკრაინელები არ აპირებენ დანებებას, არ აპირებენ რაღაცაზე კაპიტულაციას და დათმობას და მათ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში, კი, ისეთი მასშტაბის არა, როგორც რუსეთს შეუძლიათ დღეს, მაგრამ თავისი ძალებით, თავის ევროპელ მეკავშირეებთან შეუძლიათ საკმაოდ ტკივნეული დარტყმები მიაყენონ რუსეთს. რაც თავარია, ეხლა ერთი რამე უნდა ძალიან რთული ახალი რეალობა შევექმნა, ხო, ყველაზე დიდი მეკავშირე, რომელიც ევროპას და უკრაინას ყავდა, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტიურად გარანტიებზე იყო ევროპული უსაფრთხოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ესეთი არქიტექტურა იცვლება თუ არა ძნელი სათქმელია, მაგრამ საკმაოდ ეჭქვეშ დააყენა, ხო, ტრამპის ადმინისტრაციამ, ამიტომ ეხლა ახალ მოცემულობაში როგორ გადაჯგუფდებიან და როგორ დალაგდებიან მოკავშირეები ამის გარეშე, ალბათ უნდა დავაკვირდეთ, მოკლევადიან პერსპექტივაში მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ძალიან გაჭირდება, ძალიან რთული იქნება ამერიკული სისტემების სწრაფად ჩანაცვლება და თითქმის შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელიც იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ის არჩევანი, რაც უკრაინის წინაშე დგას, არ არის ის კაპიტულაცია ნამდვილად არ არის არჩევანი, მათ აქვს საკმარისი რესურსი და საკმაოდ მხარდაჭერა და ალბათ უფრო მეც მიიღებენ, რომ ეს ომი გააგრძელოს როგორც minimum status quo-ს შენარჩუნება
და ალბათ პესკოვმა თქვა დღეს რომ იარაღის საკმარისია დიმიტრი პესკოვმა თქვა უკრაინას რომ შეუჩეროს ამერიკამ რომ რამდენიმე თვე იმდენი მიაწოდეს რომ რამდენიმე თვე შესაძლებელია წინააღმდეგ. მე შემოვიჭრები, მოდი ასე ვთქვათ, საუბარში ჩემი შეხედულებას გეტყვით, რომ თავარი საკითხი ძალიან ისეთი ზოგად ფილოსოფიიდან რო ავიღოთ, ეს არის როდის თავდება ომი ორ მხარეს შორის. სულ არის ორი მომენტი. ან ერთ-ერთმა მხარემ უნდა მიაღწიოს ომის მიზნებს, ან ერთ-ერთმა მხარემ ვეღარ უნდა შეძლოს, ან აღარ უნდა უნდოდეს ომის წარმოება. სხვა შემთხვევაში ომი გრძელდება. გავცეთ პასუხი თქვენ კითხვას. აქვს თუ არა სურვილი უკრაინას რო იომოს? ცალსახად აქვს და ამ სურვილს ახორციელებს. აქვს თუ არა საშუალება რო იომოს? საშუალებებიც აქვს. ლაშამას თქვა, მეც გეთანხმები, რომ აქვს რაღაცა მინიმალური, მოდი ასე ვიტყვი, სტრატეგიული რეზერვი, რომელიც შეერაღებას გულისხმობს და ამის გარდა ყველაზე მთავარი უკრაინამ რაც შეძლო ამ 3 წლის განმავლობაში, მან შეძლო საკუთარი წარმოების, სამხედრო რესურსების წარმოების, განსაკუთრებით დრონებზე მაქვს საუბარი. დრონებზე პრაქტიკულად უკრაინა დღევანდელ დღეს ჩამოყალიბდა როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე ქვეყანა, როგორც დრონების წარმოებაში, ასევე ამ დრონების გამოყენების, რასაც ქვია, საბრძოლო გამოყენების ხელოვნებაში. რაც თქვენო მაგალითმა გადასარევად აჩვენა. თუ გავიხსენებთ, ფაშისტური გერმანია, მთელი ევროპის ლუფტვაფე და მთელი ევროპის მხარდაჭერით, სულ 3ჯერ შეძლო მოსკოვის ცენტრში ბომბის ჩამოგდება მეორე მსოფლიო ომის დროს. ხო, ანუ ეს შემყოლად გახსოვს კადრი, რომელიც უკრაინული დრონი კრემლის თავზე აფეთქდა. კი, ხო, გახსოვს ეს, მაგრამ უკრაინა აქამდე თავს იკავებდა, ხო, ამის გამო, ხო, რაღაც ნავთობ ტერმინალებზე და ასე შემდეგ ბომბავდა. ხო, და ეხლა თავს არ იკავებდა, მე გეტყვით ასეთი რაღაცა, რომ უბრალოდ უკრაინაც საკმაოდ სტრატეგიულად სწორი მიმართულებით მიდიოდა, ანუ ის უნადგურებდა ზუსტად ომის წარმოებისა და ფინანსური, ასე ვთქვათ, შემოდინებების საშუალებას რუსეთს მოწინააღმდეგეს. აი, ნახეთ, რუსეთი ბომბავს ქალაქებს, ჩვეულებრივად საცხოვრებელ კორპუსებს და შეიძლება მოსახლეობაში მსხვერპლია, მაგრამ უკრაინას მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა რომ აქ საშუალება, ახლა მოსკოვს უდარდყა, ახლომდებარე ქალაქებს უკვე დაარდავს, ხო? მაგრამ ის ესე საცხოვრებელ კორპუსებს არ უთხრამდა აქამდე. ხა რაღაც პირველი შემთხვევა, მე მგონი რაც მშვიდობიან მოსახლეობაში რუსეთს ადამიანი დაეღუპა. შესაბამისად, ანუ ეს რა სიგნალია, ასე ვთქვათ, რისი თქმა უნდა ამით უკრაინას. თან ამ მოლაპარაკებების ფონზე ეს მოლაპარაკებებს წაადგება თუ დააზიანებს პირიქით? მოლაპარაკება წაადგება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორც ყოველ შემთხვევაში საქართველოს გამოცდილება მაჩვენა და როგორც არამარტო საქართველოს გამოცდილება მაჩვენა, რუსეთთან წარმოებული მოლაპარაკების ფასი, ჩერჩილის სიტყვებს გეტყვით, იმ ფურცლის ფასზე უფრო ნაკლებია, რომელზეც ამ მოლაპარაკების შედეგს დაწერდა. და ერთადერთი ფასი რუსეთთან მიმართებაში აქვს ძალას და იმ საფრთხის დანახვებას, რაც მე შემიძლია. ანუ დღევანდელი და გუშინდელი ქმედებებით უკრაინამ დაანახვა რუსეთს და მსოფლიოს ის, რომ მე იმიტომ კი არ ვიყავი, რომ იტყვიან კაი ბიჭი და მარტო ნავთობ ტერმინალებს ბომბავდი, რომ სხვის დაბომბვა არ შემეძლო, არა. მე სხვის ცუდის გაკეთება შემიძლია და აი ჩვენი პასუხი, რაც გავიხსენოთ, რუსეთმა რა გააკეთა 2 დღის წინ. მასიურად რაკეტებითა და იგივე დრონებით დაბომბა უკრაინა. ხო. კი ბატონო, მაგრამ აი რაზეც თქვენ საუბრობთ განმავლობაში, ხო, ახლა ამერიკის მხრიდან ეს შესუსტება მხარდაჭერა იქ საუბარი იყო სადაზვერვო ინფორმაციის არ მიწოდებაზე, შეჩერებაზე, ეს ყველაფერი ასუსტებს, ხო, უკრაინას და უკრაინას აიძულებს მოლაპარაკებებში იყოს უფრო დამთმობი. ხო, ამაზე. სადაზვერვო ინფორმაციის დარგში მოდით ლაშა დამითმობ იმედია. კი, არა, უნდა მეთქვა, რომ სპეციალობიდან გამომდინარე. სადაზვერვო ინფორმაციას დაუშვათ შეწყვეტაზე და არ შეწყვეტაზე, მოდით ცოტა სხვა კუთხით შევეცდები და განახოთ ამბავს. სადაზვერვო ინფორმაცია ძალიან ისე გლობალურად რო გავყოთ, ორი დონის არსებობს, სტრატეგიული და ტაქტიკური. არავინ არ ვიფიქროთ, რომ ამერიკა ტაქტიკური დონის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფდა უკრაინას. ტაქტიკური დონის სადაზვერვო ინფორმაციას უზრუნველყოფს ნებისმიერი ცალკეული საბრძოლო ქვედანაყოფი საკუთარ თავს. ბრიგადაში ასეული მაინც ყავს სადაზვერვო, ასე შემდეგ. და რაც შეეხება სტრატეგიულ და ისეთი სახის სადაზვერვო ინფორმაციას, როგორიც დაუშვათ, აი რასაც ქვია ჰაი-ტექშია დამყარებული, მაგალითად თუნდაც იგივე რუსული რაკეტების გაშვების დაფიქსირება. არა აქ უკრაინას. მაგრამ
არ დაგვაუწყდეს რომ კოსმოსში ძირთადად კოსმოსური დაზვერვის მონაცემებია და არ დაგვაუწყდეს რომ კოსმოსში მარტო ამერიკული და რუსული თანამგზავრები არ დაფრინავენ. თანამგზავრები გადასარევი რაოდენობით ყავს საფრანგეთსაც, საჭირო რაოდენობით იგივე მას რა ქვია ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. და შემდეგ ანუ იმ ფონზე როდესაც კი შეიძლება თეორიაში ვიძახი ამ ამბავს, იმიტომ რომ არ ვიცი მე ამის დადასტურებული ინფორმაცია არსად არ მაქვს რა, რომ რაღაც სტრატეგიული დონის სადაზვერვო ინფორმაცია შეუწყვიტა, თუმცა იქ ისეთ აბსურდულ დონეზე მივედი, რომ წავიკითხე ზოგიერთი ჭკვიანის წარწერა, რომ არა, კი არ შეწყვიტაო, ეხლა უკრაინელებს აღარ აძლევსო სადაზვერვო ინფორმაციას და რუსებს აძლევსო, ნუ არა, მაგას ეგ უკვე ძირითადად ხარი აქ ხო აშშ როგორც სადაზვერვო ინფორმაციის გამცემი ასევე მივიღებია, იმიტომ რომ უკრაინელებს სპეცსამსახურება მით უმეტეს ომის პერიოდში ძალიან დაიხვეწენ ისინი ძალიან ბევრი კრიტიკული ინფორმაციას თვითონ მოიპოვებენ და ძალიან ბევრი სადაზვერვო იგივე კონტრსადაზვერვო ისეთი მასშტაბური ახლა როგორც არ შეგვიძლია დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ ისეთი მასშტაბური ოპერაციები აქვს უკრაინას თავისი ძალებით ჩატარებული, უბრალოდ მაგ რესურსზე ამერიკის მხრიდან უარის თქმა თვითონ სიგიჟე იქნებოდა, თორე სხვა არაფერი რა. დაზვერვა და განსაკუთრებული სამხედრო დაზვერვა იბრძმედება და ყალიბდება უშუალოდ ომის დროს. უშუალო ომის დროს. მანამდე კი მზადება კარგია, მაგრამ და ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად მონაწილე ომში გურია. ანუ იმის უკრაინის სამხედრო დაზვერვა. ხო, კი ბატონო, ეგ დაზვერვის მიმართულება გასაგებია, მაგრამ ზოგადად აი მაგალითად იგივე კურსკის ოლქთან, ხო? კურსკის ოლქში პრობლემები შეექმნათ. აქამდე არ ექნებოდა პრობლემები უკრაინას და ესეც ამას დაუკავშირეს, რომ რაღაცა ამერიკამ ხარდაჭერა შეამცირა და ამიტომ მოხდა ეს ამბავი. ეს ადრე თუ გიან კურსკის ოლქში შეიქმნება და ყველგან შეიქმნება ამერიკის ხარდაჭერის გამო გარკვეული პრობლემები, ესეა, მაგრამ კურსკის ომში აქამდეც არსებობდა პრობლემები, მაგრამ ახლა უკვე დგება ძალიან განსხვავებული სიტუაცია. ჩვენ არ უნდა გამოურიცხოთ, იმიტომ რომ უკრაინელები რეალურად და ისევე როგორც ევროპელები დიდ სურათს უნდა შევხედოთ. დიდი სურათი ძალიან იცვლება. ანუ თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს ესეთ გაუგებარ პოზიციას, რაც დღეს არის ხო პოზიცია, მაშინ მას ნიშნავს, რომ იმ რესურსებით, იმ შესაძლებლობებით უკრაინას მოუწევს პრიორიტეტების გადალაგება. ანუ არ გამორიცხოთ ეს ჩვეულებრივი ამბავია ომში, რომ კურსკის შენარჩუნება უკვე ვეღარ იქნება პრიორიტეტი, იმიტომ რომ კურსკის შენარჩუნებას აზრი და პრიორიტეტი ქონდა, თუ კი მოლაპარაკებით კურსკს დათმობდა რაღაცის სანაცვლოდ. ეს დათმობა და ესეთი საკითხი უკვე აღარ განიხილება, ეხლა უკვე პრიორიტეტი იქნება სხვა ტერიტორიებზე, ხო, ეხლა აქამდე პირველ დღეებში არ ქონდა, ეხლა უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რა იყო მოლაპარაკებების და ამ თეთრი სახლის შეტაკების წინაპირობა და უკმოლაპარაკებები ხო ფაქტობრივად ეს გულისხმობს ზელენსკი როცა უკრაინას თხოვდნენ ზელენსკის თხოვდნენ რომ მას ეღიარებინა კაპიტულაცია, ანუ ეღიარებინა ის ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც რუსეთის მიერ დაკავებული და დაეთმო ზაპოროჟიეს ოლქი მთლიანად, ხო, ამას ვერც ერთი უკრაინელი ლიდერი ვერ გააკეთებს, ამან გამოიწვია ევროპული ძალების კონსოლიდაცია და ეხლა ამასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეხლა უკვე საკითხი დგას ესე სამწუხარო რეალობაა, ძალიან მძიმე საყურებელია ჩვენთვისაც, ქართველებისთვისაც, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, ანუ ის ბზარი, რაც უნდა გაჩენილიყო ამერიკელებს და ევროპელებს შორის, რომელიც აქამდე არ გაჩენილა, კი იყო ყოველთვის რაღაც სენტიმენტები, მაგრამ ეხლა უკვე ტრამპის ამ ნაბიჯმა, ხო, ის დიდი ბზარი გააჩინა, ანუ რა უნდა მოხდეს, ანუ ჩვენ თუ არ დაუჯერებთ ამერიკას, ის ხვალე გაგვითიშავს სისტემებს, ანუ მთელი ევროპული უსაფრთხოება არის ამერიკული უსაფრთხოების, ანუ ტექნოლოგიურ სისტემებზე დამყარებული, ანუ მოკლევადიან პერსპექტივაში ამის ჩანაცვლება ყველას გაუჭირდებათ, მაგრამ ამის ჩანაცვლებას შეძლებენ თუ ამის საჭიროება დადგება. ძალიან დიდი საკითხი წყდება, დიდი საკითხი მე ვფიქრობ, იმდენად არ წყდება დღეს უკრაინის საკითხი, რამდენადაც დღეს უკვე სასწორზე დევს ევროპელების და ევროპული უსაფრთხოების საკითხი და რისკი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია თამაშობს, ხო, აი შედარებას მოვიყვან კორეის მაგალითს რა. რა თქმა უნდა, აქ უფრო მასშტაბები ძალიან დიდია და რისკების დიდია, მაგრამ წინა პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტ ტრამპმა რაღაცა მეგობრული გაუგებარი ურთიერთობა დაიჭირა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, ხო, რაღაც ამას არაფერი არ მოყოლია, დიდი პროტესტები სამხრეთ კორეას არ გამოუთქვამს, მაგრამ სამხრეთ კორეა ამ დრომდე იყო ამერიკის ყველაზე დიდი მოკავშირე წყნარი ოკეანის აუზში, ამერიკისა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ხო, ასეთი მოკავშირე არ ყოლია რა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ფაქტობრივად ყველაფერი კორეის უსაფრთხოება იყო დამოკიდებული ამერიკის შეერთებული
ასეთმა ტრამპის მოქმედება მეჭვი გააჩინა როგორც კორეის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში, ასევე კორეულ საზოგადოებაში, რომ ამერიკამ შეიძლება აღარ დაგვიცვალოს, შეიძლება რა, ანუ გაუგებარი მოქმედება ჩრდილოეთ კორეასთან ამ რაპროშმას და რაღაც დაძმაკაცებას არაფერი შედეგი არ გამოუღია, უნდობლობა ისევ იქ არის, არაფერი იქ არ შეცვლილა, შეიცვალა სამხრეთ კორეის მოქმედება. სამხრეთ კორეამ ამის შედეგად გაზარდა ინვესტიციები ჩინეთში, გაზარდა ჩართულობა რუსეთში და კრიტიკულ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა, მოდი ნუ დავარქვით, მე ასე არ მიყვარს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, დემოკრატები, რესპუბლიკელები. ამერიკის საგარეო პოლიტიკა როგორც წესი რადიკალურად არასდროს არ იცვლებოდა ხოლმე რა, ყოველთვის შიდა პოლიტიკა ხშირად იცვლებოდა, მაგრამ საგარეო არ იცვლებოდა. სამხრეთ კორეა, როდესაც დაჭინდა მეკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთთან სანქციებისთვის თუ სხვა რამისთვის მნიშვნელობა არც ერთი ნაბიჯი სამხრეთ კორეამ ამერიკის სასარგებლოდ აღარ გადადგა, არც უკრაინის ომში, არც მანამდე, არც მალე. მან უკვე დაიჭირა როგორც მოზომილი პოლიტიკა, ანუ არ გააღიზიანა ჩინეთი, ჩინეთთან გაზარდა თავისი ინტერესები და დამოკიდებულება, ისევე როგორც რუსეთთან. დაახლოებით ესეთი რისკის წინაშე დგას ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპასთან მიმართებაში, იმიტომ რომ უკვე ეს უნდობლობის ბზარი გაჩნდა, გასაგებია ყველანაირად შეეცდებიან რომ ეს ურთიერთობა და არეგულირონ, მოაწესრიგონ, რაღაცა შეთანხმდნენ, მაგრამ რაღაც მომენტია ყოველთვის რაც ანთებს, ანუ ანთებს რა ჩვენ თუ არ მოვიქცევით ისე როგორც ვიღაცა ამერიკის ლიდერს არ მოეწონება, ისინი უბრალოდ გამოგვირთავენ ყველანაირ უსაფრთხოების სისტემას და დაკავებენ მოშიშვლებულს. დღეს ახლა თქვენ რომ დააკვირდეთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანულ პრესას, გერმანულ მედიას, პოლონურ მედიას, ანუ ევროპულ დიდი ნაწილობრივ იტალიურსაც სხვათა შორის, ხო? მიდის აქტიური საუბარო, ჩვენ უნდა გქონდეს საკუთარი ბირთვული შეკავების შესაძლებლობა. ეს საუბარაზე, ანუ ვეღარ გძნობენ ის რაც აქამდე იყო მოცემულობა, რომ ამერიკა დაიცავს ევროპულ კონტინენტს საჭიროების შემთხვევაში და იქნება პოლიტიკური ლიდერი, ეს ვეღარ იქნება. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დააზარალებს თვითონ ამერიკის ინტერესებს, როგორც სოფლიოში, ისევ ევროპულ კონტინენტზე. კიდევ ერთხელ ვიძახი, რა თქმა უნდა, ეს დააზარალებს უკრაინასაც, ადვილი არ იქნება ამერიკული მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ხვალ წავიდეს და კიევი დაიპყროს, ან ერთპიროვნად გაიმარჯვოს. ანუ უბრალოდ გაზდის მსხვერპლს, ეხა ეს რთული სათქმელია, ეხა ეთერში ზიხარ და მსხვერპლი გაიზრდება, რა საუბრობ, მაგრამ ეს ფაქტია და მოცემულობა იქნება. მსხვერპლი გაიზრდება ძირითადად სამოქალაქო მოსახლეობაში, იმიტომ რომ თუ კი ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები აღარ იმუშავებს და აღარ ექნება უკრაინას გრძელვადიაში და მისი ჩანაცვლება სწრაფად ვერ მოხერხდება, ეს გაზდის იმედი ვიქონიოთ, რომ იყო რაღაც მოლაპარაკებების წინ ზეწოლა. მოდი მე კიდე გაჩე როგორ წავა ეს მოლაპარაკება. ერთ მდგენელს ვიტყვი რა, რომ აი ამ საუბარში მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი საკმაოდ ასაკოვანი პიროვნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის მეორე ასე ვთქვათ, ვადაზია პრეზიდენტი, რაოდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, ტრამპი არის ახალბედა პოლიტიკოსი. და არ უნდა გაგვიკვირდეს მისი ახალბედა, როგორც ახალბედა პოლიტიკოსის გაუაზრებელი ნაბიჯები, გაუაზრებელი გამოთქმები და გაუაზრებელი ახლა ეს გაუაზრებელია თუ პირიქით ძალიან გააზრებული. მე გეტყვით ასეთ საინტერესო ფაქტს, მაგალითს გაგახსენებთ რა, რომ გაუაზრებლობის გარდა მე ვერაფერს ვერ დავარქმევდი, როდესაც უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე რამოდენიმე დღით ადრე სატელევიზიო ინტერვიუში ზელენსკის დიქტატორი უძახა, როდესაც შეხვედრამდე 27 თებერვალს კითხეს, რომ კი მაგრამო შენო მას უძახდიო, რა ქვია, დიქტატორს უძახდიო ზელენსკი და დიქტატორს ხვდებიო? მეო ეგრეთ რამე არ მithქვიაო, არ მახსოვს ეგრეთ რამე რომ მეთქვასო. ანუ ეგ უკვე პირდაპირ იმის მინიშნებელია, რომ ტრამპი თავისი იმპულსური ხასიათის გამო და მოდი ასე ვიტყვი რა. მე უფრო ამას დავარქვევდი ვირეშმაკობას. ხო, ანუ სანამ ზელენსკი ვარზე იყო ჩამოსვლაზე დიქტატორი ეძახა, ანუ ზეწოლას უჩვენა რომ ყველაფერზე ვარ შეცინააღმდეგ წამსვლელი და მე რომ დათანხმდა ჩამოსვლას, მე ვთქვა, ხო, აღარ არის დიქტატორი. ანუ დაექვემდებარა ზეწოლას. კი, მაგრამ ეგ ვაჭრული, მოდი ასე ვიტყვი, ვაჭრული ვირეშმაკობა უფროა ვიდრე პოლიტიკური. ხო, შეიძლება. კი, მე მაგას ვამბობ, ანუ მასში ტრამპში დღევანდელ დღეს მაინც მეტობს მის ეგოში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი და სტრატეგი პრაქტიკულად სადღაც ძალიან ესე იატაკთან ახლოს. ხო, ყველაფერს რაღაც გარიგებას უკავშირებს. ხო, ანუ აი იყიდე გაყიდეო რა. ახლა რეალურად წეხან ვასილმა თქვა ძალიან კარგად რა, ომი რა მოცემულობით შეიძლება დამთავრდეს და სრულად ვეთანხმები და დღევანდელ უკრაინის ომში რუსეთი, ავიღოთ რუსეთი, ხო? რუსეთის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, საუბარი არ არის, მაგრამ რუსეთის ინტერესი არ არის რაციონალური ინტერესი რა. რაციონალური ინტერესი არ არის, ანუ
ის აიძულებს ან კაპიტულაცია, ან არაფერი. თუ ან კაპიტულაცია, ან არაფერი, ესენი იძახიან, მოდი ვიომოთ ბოლომდე მაშინ, ხო? ანუ აქ რაციონალი ის რო ტერიტორია რაც დაიკავა, იმას მეც ვეღარ იკავებს, ხო? ის დაუკანონე, ეს არის კაპიტულაცია. ანუ აქ რაციონალური მოთამაშის როლს ვერანაირად ვერ ირგებს, ხო? ანუ გადის წითელი ხაზები უკრაინას, რა თქმა უნდა, დათვოდა. რო იყოს საუბარი, მოდი ცეცხლი შევწყვიდოთ ყველანაირი წინაპირობის გარეშე, რთული იქნება, მაგრამ თეორიულად მიღწევადია, რომ მე ვილაპარაკოთ, შევწყვიტოთ ცეცხლი, ხო, ეს ტერიტორიები იქნება ოკუპირებული, მაგრამ სტატუსი ექნება ოკუპირებული, უკრაინა სახელმწიფოს გადაარჩენს, ორივე მხარე გააგრძელებს შეიარაღებას, რაღაც განვითარებას, ამ ცეცხლის შეწყვეტის აი გარანტიებზე რო საუბრობენ, ვერავინ ვერ მოგცემს, მართლა ამერიკა ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემს ამ მოსემულობაში, ხო? ანუ რა პირობებზე უნდა შეთანხმდნენ? შეუძლებელი პირობები, ანუ კრიტერიუმი არ არსებობს და ერთადერთი რაც შეიძლება და რისი თეორიული შანსის დღესაც არსებობს, არ არის პრობლემა, რომ უბრალოდ შეწყვიტონ ცეცხლი ყველანაირი წინაპირობის გარეშე და რაღაცა დათქმების გარეშე. შეიძლება მიღწევადია, მაგრამ აქ არ არის რუსეთი, რომელიც რაციონალური მოთამაშეა. გარანტიებს რაც შეეხება, რაც ახსენე ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ. ერთ-ერთი ჩემი ინგლისელი კოლეგას ვესაუბრებოდი და ძალიან კაი სტატია წამაკითხა. ინგლისური სარკაზმითა და იუმორით ახსავსე პოლიტიკური სტატია იყო რა და კაცი წერდა ორი კვირის სტატია დაახლოებით რომ ხალხო გადავხედოთ რა ხდება უკრაინაშიო რა რომ ბუხარესტის ხელშეკრულების თანახმადო ერთმა ქვეყანამო უკრაინამო უარი თქვა მეხუთე თუ მეექვსე იყო რაოდენობით სოფლიოში უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული შეერაღება მაგაზე უარი თქვა და სამი ქვეყანაო დაუდგა გარანტატო ვინ იყო ეს სამი ქვეყანაო ამერიკა ბრიტანეთი და რუსეთიო ამ სამი გარანტორიდანო ერთი გარანტორიო მიწას ართმევსო მეორე გარანტორიო ცდილობს მიწისქვეშ რაც არისო ის სიკეთეები წაიყოსო და ბრიტანელებო ჩვენ ყოველგვარი იმის გარეშე ვრჩები და ჩვენც რამე მოვითხოვოთ ანუ დაახლოებით ამ შინაარსის ის იყო ანუ გარანტიები განსაკუთრებით პოლიტიკურ დონეზე მიიღებული გარანტიები აბსოლუტურად თხელყინულზე დაჩხაპნილი ტექსტია რომელიც აი ეს აჩვენა მაგ შეთანხმება რომ არა არაფერი ესეთი არ ფაქტია მაგრამ ამიტომ იყოს საუბარი ჯარების შეყენება მინდა უბრალოდ იმის კურსკის საკითხს შევეხო რა ჩვენ რომ ვამბობთ რომ კურსკის პლაცდარმის ამბავი მოდი ასე ვთქვათ კი ეხლა ცუდ დღეში არის რაღაც შეტევებია კურსკის პლაცდარმა თავისი საქმე პრინციპში პოლიტიკური გინდა სტრატეგიული გინდა თუ ტაქტიკური თავისი საქმე გააკეთა სტრატეგიულ დონეზე და პოლიტიკურ დონეზე გააკეთა ის რომ რუსეთმა თვითონ მოსახლეობამ დაინახა რომ თურმე უკრაინა შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე შემოვიდეს და აგვეომოს ეს ძალიან სერიოზული განცხადება იყო ტაქტიკური ის რომ იქ მიმდინარე ბრძოლებში რუსეთი იძულებული იყო სხვა მიმართულებიდან მოეხსნა ძალები რომ რამენაირად იქ შეეკავებინა რომ უფრო მეტი არ გაეკეთებინა იქ არსებობდა თეორია რომ კურსკის ოპერაცია დაწყებული იყო იმისათვის რომ კურსკის ატომურ სადგურზე მისულიყვნენ და გასვლა გაეკეთებინათ მე ასე ვთქვათ საპოროჟიესთან ეგ ცალკე კაზუისტიკა და რიტუალიანი სპეკულაცია მაგ დარგში, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ეხლა დღევანდელ დღესაც რაც ხდება, ანუ რუსეთს რაღაც თავის რესურსებით ხო აკეთებს ამ კურსკის პლაცდარმის წინააღმდეგ შეტევის განხორციელებას. ესეც რა არის? ესეც ის არის რომ დონეცკზე ვეღარ აკეთებს და განაიტანა მიმართულებებზე რომელზეც რუსეთს სტრატეგიულად ნათქვამი აქვს რომ მე აი აქ თუნდაც იგივე ზაპოროჟიეს დაპყრობაზე ძალა არა ანუ კურსკი თავის საქმეს აკეთებს მიუხედავად დღევანდელ სიტუაციაში საკმაოდ ცუდი სამხედრო მდგომარეობისა უკრაინელებისთვის მაგრამ ის თავის საქმეს აკეთებს ხო კი ბატონო მაგრამ ჩვენ როდესაც დაუბრუნდით მოლაპარაკების თემას ეს საინტერესო თემა ხო რაზე შეიძლება შეთანხმება ერთი იყო საუბარი რომ აი ევროპელები ამბობენ რომ ჩვენ მზად ვართ იქ ჯარი ჩავაყენოთ ხო ბრიტანეთმა თქვა საფრანგეთმა თქვა და ასე შემდეგ ანუ მშვიდობის უზრუნველს აყოფათ მაგრამ ამაზე როგორ ჩანს რუსეთი არ არის თანახმა ისინი ამბობენ რომ ხა ნატოს ქვეყნები არიან და იქ ჯარი მაგათ ჯარი არ მაწყობს ეგ მარცხია ახლა პუტინის კატასტროფა იქ რო უკრაინაში ახლა რო ევროპული ჯარი ჩადგეს პუტინისთვის არის მარცხზე კატასტროფა მე რა მაკუთხით თუ შევხედავთ ორ მომენტს გეტყვი რა პირველად რო გაჟღერდა რომ ნატოს ჯარები ჩადგენ გაშორიშორების ახლა ნატოს ეგიდით არ დგებიან მაგრამ აიც ხა ნატოს ქვეყნების ჯარებიო ან პესკოვი იყო ან ეს ხალი როა გვარი აღარ მახსოვს ზახაროვი ან ერთმა ან მეორემ თქვა რომ რას ამბობთ კაცო ჩვენ ომი იმიტომ დავიწყოთ რომ უკრაინა არ შესულიყო ნატოშიო და ეხლა თქვენ რა გიდათ ნატო შემოიყვანოთ თუ უკრაინაშიო ეგ ერთი მომენტი და მეორე მომენტი რაც მინდა თქვა
რომ თუ ჩვენ დავიწყებთ, რასაც ქვია, იდეალისტურად რუსეთის მოთხოვნებში მოვატიეთ ამ სიტყვაზე და ქექვას, აბსურდამდე მივალთ. ლავროვმა განაცხადა, რომ ხოლმე რას მელაპარაკებითო, მეო კონსტიტუცია მაქვს ვაგერო, სადაც მიწერიაო, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მიწებიაო და მეო კონსტიტუციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებაზე ვერცეთ მოლაპარაკებაზე ვერ დავდებ. ანუ კაცმა პირდაპირ თქვა, რომ რას მელაპარაკებითო, მე რო ჩავწერე ზაპოროჟია, ახლა მაგას რო ჩაეწერა სიტყვაზე მაგ ლოგიკით, ვარშავაც შემიაო, მაშინ ისიც უნდა მოითხოვოს რა. აბსურდი და ეგ არის საინტერესო, რომ ტრამპი გამოდის და იძახის, რომ იცი უკრაინელები უფრო რთულად დასაყოლებელი ხალხიაო. არ ვთანხმდებიან და რუსები უფრო მზად არიან მშვიდობისთვისო და რაში გამოიხატება ეს მშვიდობისთვის ზატყოფდი ხარ. თუ ყველა მოთხოვნას დაუკმაყოფილებ რუსებს, მასე ყველა კი იქნება მზად მშვიდობისთვის. ნე, მაგრამ კაზუისტიკურად რო ვიმჯელოთ, მოდი. კომპრომისზე უნდა წავიდეს ორივე მხარე და რუსების კომპრომისი რაში გამოიხატება. თუ ჩვენ აი თეორიაში ვიმჯელებთ და გეტყვით თეორიულ დაშვებას, არსებობს ეგ მაგსახის მოლაპარაკების წარმართვა, როდესაც გინდა პუბლიკას აჩვენო, რომ აი ეს მხარე გიჟია. შეგიძლია წაყვე რაღაცნაირად ეგ არსებობს ეგ ტაქტიკა მოლაპარაკებების, ეთანხმები ყველაფერზე, ის კაცი დღესო ერთზე დაეთანხმები, ხვალ მეორე სიტყვას მესამეს და რაღაც მომენტში დგები და ამბობ, რომ აი ეს კაცი გიჟია, ამასთან მოლაპარაკება არ შეიძლება და ის არის. არ გამოურიცხოთ, რომ ამერიკამ შეიძლება მაგ იმითი რო იტყვიან ყალაპოტით წაიყვანოს მოლაპარაკება. შეიძლება რომ ანუ ტრამპს იმდენად უნდა მშვიდობის მიღწევა, ეს იდეა ფიქსი აქვს, რომ აი მშვიდობა უნდა დავამყარო მე პირადად, რომ სად არის რუსეთის ყველა პირობებს დათანხმდეს, ოღონდ ცეცხლი შეწყდეს. და ეხა ეგ უდრის კაპიტულაციას უკრაინას. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გეგმა, მაგრამ ეს გეგმა უკვე ჩავარდა, ეგ გეგმა უკვე აღარ იმუშავებს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კრიტიკულია, როგორ პოზიციას დაიკავებენ ევროპული ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამათი როლი კიდე ტრამპის ადმინისტრაციამ თვითონ გაზარდა, ანუ იმაზე მეტი გახადა, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ ვაშინგტონის მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, იქ ხო, ანუ ასე არ არის, რომ ყველაფერს დათანხმდებიან, რასაც ამერიკა შესთავაზებს. ეხლა რეალურად კიდე ერთხელ ვიზახი, ერთადერთი საკითხი, რითიც შეიძლება ტრამპს და მის ადმინისტრაციას უკან დაახევინონ ევროპელებმა, ეს არის მან უნდა აჩვენონ ერთიანობა და ერთიანობაზე მეტად მათ უნდა აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან, ანუ დამოუკიდებელი გეოსტრატეგიული ნაბიჯები გადადგან. დღევანდელი ევროკავშირის სტრუქტურით, როგორც არსებობს, ეს ეკონომიური თვალსაზრისით ძალიან კარგი სტრუქტურაა, მუშაობს ბიუროკრატიული თვალსაზრისით, მაგრამ ეს სტრუქტურა ვერ იმუშავებს სამხედრო თვალსაზრისით. ანუ ამისათვის სჭირდებათ უფრო ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება. მოდი ამაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ, ანუ რამდენად აქვს შანსი ევროპას ამერიკის გარეშე დაიცვას თავი რუსეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა 500 მილიონი არიან და ამერიკა მხოლოდ 300 მილიონი. მოკლედ ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. მაშასე დავბრუნდით ჩვენ ეთერში, ვაგრძელებთ საუბრად უკრაინის თემაზე, ამერიკის და ევროპის საკითხზე, ანუ როგორ შეიძლება ტრამპის პოლიტიკამ შეცვალოს ომის მიმდინარეობა და ევროკავშირის პოლიტიკა, ლაშაბერიძე, ვასილ გოგოლაძე, პოლიტიკები, სამხედრო ექსპერტები არიან ჩვენი სტუმრები. მე დავიკითხო მარკო რუბიოს განცხადებას, აი მოლაპარაკებამდე რაც საინტერესო რამ თქვა, ვფიქრობ ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ამ სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. რუსებს მთელი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლიათ და ცხადია, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება გონებულ ვადაში რუსებს იქ უკან დახევა აიძულა. სადაც 2014 წელს იყვნენ განაცხადა რუბიო. მისი თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად ან მისი დროებითი პაუზისთვის უკრაინასა და რუსეთს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. ამასთან რუბიოს განცხადებით, აშშ რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რუსებს სამხედრო დახმარებას არ გაუწევთ. ხო, ეგ გაგვაკლდა კიდევ, რომ რუსებს სამხედრო დახმარება გაუწევთ. ანუ აი რა სიტუაცია ხო, ეს კითხვა რო გაჩნდა, რომ ამერიკა რუსებს ხარ გაუწევს უკრაინისაგან სამხედრო დახმარებას, მაგრამ ეს განცხადება რომ ერთოს ანათმევად მეორებაც. გასაგებია, მაგრამ აი რუსებმა რა უნდა დათმონ, ამას არ ამბობენ. უკრაინას ეს პირობები პირდაპირ წაუყენეს ხმალ და ხმამაღლა, ხო? უთხრეს რომ რაღაც აი ვერ დაიბრუნებს ტერიტორიებს, ამ რაღაც ტერიტორიებს უარი უნდა თქვა, არჩევნები უნდა ჩაატარო, ანუ ზელენსკი უნდა წავიდეს და რაღაც ამ რუსებს რაც მოთხოვნა აქვს, თითქმის ყველაფერიზე ilabaraques ამერიკელებმა, მაგრამ აი რუსებმა რა რას უყენებენ დათმობისთვის, კომპრომისისთვის, ეს არ ვიცით, რა შეიძლება რუსეთმა დათმოს ამ შემთხვევაში. როგორ გონია თუ საერთოდ ძალიან ძნელია, როდესაც შეიძლება რუსეთმა უარი თქვას.
საერთოდ ძალიან ძნელია და ამავდროულად ძალიან ადვილია, როდესაც ორი მხარე ერთმანეთთან მართავს მოლაპარაკებას, მესამე მხრის, ასე ვთქვათ, ინტერესების შესახებ. გადასარევია რა. ძალიან ადვილია, რომ კი მაგალითად ორივე მხარე დათანხმდება უკრაინის ნებისმიერი ინტერესის ხელყოფას და ამავდროულად შედეგებს უკრაინა არასოდეს არ დაეთანხმება. უბრალოდ აქ დასაწყისში საუბრობდით რაღაც თემებზე და გავიხსენებ რა თქვი რომ ჩინელების ფანტაზაა რომ თუ გინდა რომ დავინახოთ მომავალი ისტორიაში ჩავხედოთო. უბრალოდ ტრამპს ახლა ძალიან სერიოზული საშიშროება აქვს. ტრამპის ხელისუფლებას გულისხმობს კონკრეტულად მაინც და მაინც მაგის პიროვნებაზე არ არის საუბარი. ჩემბერლენის ბედი გაიზიაროს, როდესაც იმისათვის რომ ფანატიკურად სურვილი ქონდა რომ მშვიდობისთვის მიეღწია ჩამოვიდა 39-ში, მოუწერა გიტლერს ხელი ყველაფერზე თუ კი რაიმე გიტლერმა თქვა. ჩეხეთთან სუდეთის ოლქი და ასე შემდეგ, ჩავიდა, იქნებდა ხელში ამ ხელმოწერილ დოკუმენტებს რომ მე თქვენ მშვიდობა ჩამოგიტანეთო, მაგრამ აღმოჩნდა რომ მშვიდობა კი არ ჩამოუტანა 6 თვეში, ხო? აი ამ მშვიდობის სახით, მშვიდობის მტრედის სახით ომის ყორანი დააფრინდა და უკვე მე ბათალ ფორ ბრიტანი იყო და მთელი ამბები და მეორე მსოფლიო ომი უფრო და უფრო გაჩაღდა. ანუ ისტორია ცალსახად გვეუბნება იმას, რომ თუ აგრესორს და არასწორ ქვეყანას ჩვენ იმისათვის, რომ რამენაირად დავაშოშმინოთ, მივდივართ მასთან დათმობებზე, ვღებულობთ ცუცსა და უარეს შორის უარესზე უარეს. და ეს ისტორიული ფაქტია, მაგას, რა ვიცი, მტკიცება წესით არ უნდა ვგვიდებოდეთ. ახალი არაფერი არ არის რა, ახლა ფიქრობთ, ანუ რა უნდა დათმოს, ანუ რუსეთი რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს, როგორ გონია. მე პირადად ვფიქრობ, რომ თუკი სამშვიდობო ხელშეკრულება, ანუ რაღაც სახით მშვიდობა უნდა დამყარდეს, არსებობს თეორიული შანსი, რომ კიდევ ვიტყვი, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეიძლება მიღწეული იქნეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე. რა თქმა უნდა, რა უნდა დაუთმონ იმ შემთხვევაში რუსეთს, ალბათ გარკვეულ სანქციების შემსუბუქებაზე, გარკვეულ ურთიერთობაზე შეიძლება წასვლა. რუსეთმა რაზე უნდა თქვას უარი. რაზე შეიძლება რუსეთი იყოს თანახმარო? აი რუსეთის მხრიდანაც რაღაც კომპრომისი ხო საჭიროა. არა, ხოთაშორის იმიტომ ვიძახი რომ რუსეთი არ არის რაციონალური რუსეთს ახლა ყველა პირობით აწყობს ომის შეწყვეტა. შეჩერება მაინც რომ გადაიარაღდეს რაღაც ახალი მოიფიქროს. წესით დარიგით ეს რუსების ინტერესებში უფროა ვიდრე უკრაინელების ინტერესებში, მაგრამ რა პირობით, ხო? ეხლა აქ რუსეთს ალბათ პირობების გარეშე ვიზახი. პირობების გარეშე გასაგებია, მაგრამ რუსეთს მოდი შევხედოთ. მაშინ მაგაზე უკრაინა არ დათანხმდება. არა, უკრაინა პირობების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას ხას უსვამს დათანხმება. ცეცხლის შეწყვეტა. ხო, ნიშნავს რომ რუსეთი ამოისუნთქე, შეერაღდება და მე უკრაინას ამოისუნთქა. მაგრამ მეორე მხარესაც ანუ უკრაინასაც იგივე დრო აქვს ამოსასუნთქებლად. და მე რა მინდა ვთქვა რომ უბრალოდ აი ამ მაშინ ასე ვთქვათ სიტუაციურ თამაშიო რა. რა ჭირს ახლა დღევანდელ დღეს რატო წამოვიდა საერთოდ ლაპარაკზე რუსეთი? რატო არ წამოვიდა ლაპარაკზე რუსეთი 1 წლის წინ, დაუშვათ 2 წლის წინ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ძალიან ასე ვთქვათ თავაწეული ძახის რომ არაფერიო ეს სანქციები არაფერს არ მიშავებსო. სანქციები არის ნელი მოქმედების შხამი და ზუსტად იმ შხამმა უკვე საკმაოდ შეაღწია და განსაკუთრებით ბოლო სანქციები რაც იყო ამის წინა სანქციები, რომელიც პრაქტიკულად აი საბანკო სექტორი მთლიანად გამოუთიშა. ერთადერთი ბანკი იყო, რომლითაც შეეძლო საგარეო ვაჭრობა, გაზპრომ ბანკი, ისიც რომ გამოთიშა, პრაქტიკულად რუსეთი დარჩა აი რასაც ქვია ჟანგბადის გარეშე, იმიტომ რომ რაოდენ საინტერესო არ უნდა იყოს, ომის ჟანგბადი ფულია. შეიძლება ვინმე ჯარი გონია, მაგრამ საბოლოოდ ფულზე და ამაზე რაზე იქნება? მე ვერ წარმოვიდგენდი ხა რუსეთი რაზე შეიძლება იყოს თანახმა. რუსეთი თანახმა იქნება იმაზე, რომ მას თუ აი როდესაც ჟანგბადის ნაკლებობა აქვს, გაუხსნი თანახმა იქნება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე იმის საფასურად, რომ მან შეძლოს საერთაშორისო ტრანზაქციების წარმოება, შეიძლება წამოყვეს და თქვას, რომ კაი, მე სიტყვაზე ვამბობ, 3 თვით შევწყვიტავ ცეცხლს. რატო 3 თვით? იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რო 3 თვე მიუმატოთ, ზუსტად იმ პერიოდში დამთავრდება ეს 3 თვე, როდესაც საბრძოლო სახმელეთო ოპერაციების წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. და შესაბამისად რუსეთი დღეს თუ დაეთანხმა, რომ 3 თვე მომეცით საშუალება, რომ ასე ვთქვათ, უტრირებულად
მართლა ვერ ხვდები ამ პირობაზე უკრაინა რატომ არ ხდება. გასაგებია რომ უკრაინასაც სჭირდება მოსუნ თქვა, ყველას სჭირდება, მაგრამ ანუ მარკო რუბიო ამიტომ წავიკითხე ეს განცხადება ის ამბობს რომ ორივე მხარემ რაღაცა უნდა დათოს. ან იქ არ არის დროებით შეწყვეტა. საუბარია რაღაცა კომპრომისულ თანხმობას უნდა მივაღწევთ. ანუ უკრაინა რაღაცა უკრაინამ უარი უნდა თქვას, გავიგე, ახლა მარკო რუბიო სიტყვა რა ჩანს რომ ყველა ტერიტორიას ვერ დაიბრუნებს. 2004 წლის საზღვარზე ვერ გავა და რაღაც ტერიტორიები რაღაც ტერიტორიები უნდა დაივიწყოს. ნუ ამ ეტაპზე მაინც თქვა, ხო, ყირიმი ან რაღაც არ არსებობს ამ ეტაპი და ის ეტაპი. ან აღიარებ შენ დე ფაქტო ისედაც ოკუპირებულია და ვერაფერს ვერ უზავ თუ ომი არ მოუგე და არ გაყარე. დე იურე აღიარების შანსი უკრაინის არც ერთ ლიდერს, არც ზელინსკის, არც მომავარს არა, ამას ვერ გამოვა. მაგრამ ეს წითელი ხაზია. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობს. აი ამაში რა იგულისხმება? ან სადაც არის ის უნდა დარჩეს რუსეთს? არა, ჩემას გეტყვით, რომ რუსეთი დღევანდელ დღეს, გუშინდელ დღეს და ალბათ ხვალინდელ დღესაც ძირითად სტრატეგიულ ინტერესს დებს ყირიმის შენარჩუნებაში. და არც ერთ საუბარში რუსეთი არც კი განიხილავს ყირიმის დაბრუნებას. გასაგებია, მაგრამ ეხა ის თქვენ გაიხსენეთ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერეს ყველაფერი, ხო? დონბასი, ზაპოროჟია, ასე შემდეგ. ანუ მაგ დაბრუნებასაც არ განიხილავს. კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ როგორც უკრაინას აქვს წითელი ხაზი, რომ მას დე იურე არც ერთი ტერიტორიის დათმობა არ შეუძლია და დე ფაქტო ისედაც დათმობილი აქვს, მოდი ეს რეალობა ვთქვათ. სამწუხაროდ არარაციონალ მოთამაშე პუტინმა თვითონ დაუწესა რუსებს უკვე ის წესები, რომ მათაც ბევრი უკან დახევის გზა არ აქვს. ამიტომ სანამ პუტინია ხელისუფლებაში რევიზიონის რუსები ვერ იზავენ, ერთადერთი გზა რჩება ან ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე, კიდევ ვიძახი, ყველანაირი პირობების გარეშე და მე იმათაც შეუულიათ თავისი გამომართლება და ამათაც შეუულიათ. არც ეს არ არის კარგი ვარიანტი, მაგრამ ეხლა რახან ამერიკის ესეთი რაღაცა ცუცა და უარესობის არჩევნის ვარიანტია. ჯიუტი პოზიცია ეს მიღწევადია, უკრაინა ამაზე დაყოლიებადია, ისევე როგორც რუსეთია დაყოლიებადი ამაზე. მერე რა მოხდება ეგ კიდე შეგვიძლია მაგრამ აი თეთ სახში რაზეც მოხდა შელაპარაკება კარგი დაუშვათ ამ უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდით მაგრამ ვინ მაძლევს გარანტიებს კაპიტულაციაზე კაცო იქ არა კაპიტულაცია ერთია მაგრამ მეორე ზელენსკი რასაც ამბობდა ხო აი სად არის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გარანტიები და ტრამპი ეუბნებოდა რომ გარანტია არის ეს მინერალების ხელშეკრულება რო იქ ჩვენი ბიზნესი რო იქნება, ესე იგი რუსეთი ვეღარ გამეტევს თავს. არის ეს გარანტია. მე მეგობრებდი რომ ტრამპი ჯერჯერობით აზროვნებს კომერციული იმითი შრით. აი, როგორ ფიქრობ, არის ეს გარანტია იქ? არ არის რა თქმა უნდა. არა, ეს მინერალების ხელშეკრულება მთლიანობაში არის მე ჩემას ვიტყვი რა. რომ ტრამპმა ამერიკულ საზოგადოებას დაანახა რომ რაღაც ხეირი მიიღო ამ საქმიდან, თორე არა ლაშა, მან და ერთ რამეთ გაგახსენებ, მინერალების ხელშეკრულება ისტორიულად არა, ანუ სხვა მეტ გარანტიას არ თავაზობ. არა, ერთ ფაქტს გეტყვით უბრალოდ რა, ავღანეთში მინერალების ხელშეკრულება ამერიკასთან, არა, ამერიკასთან შეთანხმებით, ხო? 3 მილიარდიანი ხელშეკრულება ქონდა ჩინეთს დადებული ოქროს მოპოვებაზე. კი. როგორც ამ მაგიდას ამჯდომებს არც 1 გრამი ოქრო იქიდან არ მიგვიღია, ისე ჩინეთს არ აქვს მიღებული, ჩინეთთან თქვა რომ საერთოდ აღარ მინდაო, მას მერე რაც პოლიტიკურად შეიცვალა, დავკარგე ეს 3 მილიარდი, საერთოდ აღარ ვიყურები იქითკენ. ანუ შეიძლება ძალიან კარგი გადასაფარებელია, ეს ლოგიკა ტრამპის რომ რადგან იქ ამერიკული კომპანიების ინტერესები იქნება, რუსეთი ვერ გავედავს თავდასხმას, ეს ლოგიკა რამდენად არის? არანაირად არის. არანაირად არის ლოგიკა, ეს არ არის პუტინის რუსეთი რაციონალური მოთამაშე. მე მაინც ვემხრობი იმას, რომ საქმე გვაქვს ძელ ვადიანონთან, რუსეთისნაირ სახელმწიფოს ვერ დაამარცხებს შეუძლებელია. გარდა მარტო იმიტომ არა, რომ ბირთვული სახელმწიფო, სხვა ფაქტორებიც არსებობს, დიდია რესურსები, ბევრი აქვს, შეუძლია ბევრი რაღაცის გაკეთება დამოუკიდებლად. მე თანამედროვე შესყიდვების მექანიზმი ისე მუშაობს, რომ ნახულობენ გზას. სადაც ფულია, ყოველთვის რაღაც გზას ნახულობენ, რომ რაღაც შედეგი მიიღონ. ამიტომ არ არის ესეთი მარტივი და ერთპოლუსიანი ეს სამყარო. ამიტომ რუსეთი შეძლებს ერთადერთი გზაა, რომ რუსეთისნაირი სახელმწიფო დამარცხდეს. კიდევ ვიძახი, რაც არსებობს მეხსიერებაში ომები, მეორე მსოფლიო ომის მერე ვთქვათ, ვერც ერთ ომში, გრძელ ომში დიდმა სახელმწიფომ, პატარა სახელმწიფომ ვერ დაამარცხა. მაგალითებს მოგიყვან რამდენსაც გინდა. ვიეტნამი, ავღანეთი 1, ავღანეთი 2, რა ვიცი. ლაშა, მაგ საინტერესო მომენტს გეტყვი, ვიეტნამი და ავღანეთი ერთი
ჩინური ანდაზას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეზობელი გაიმარჯვებს მუშტიკრივში, რომელიც შენ სახში მოხდება, შენ ბინაში მოხდება, წაგებული შენ დარჩებიო, ანუ რეალურად ლაოსაც ვიტყვი მე, ვიეტნამსაც, იმასაც იქ რეალურად ომობდა ამერიკა და საბჭოთა კავშირი უბრალოდ ვიეტნამში, ავღანეთში ასე შემდეგ საბოლოოდ ზუსტად ეგ არის რა. დაზარალებული ისინი დარჩნენ. კი, არა, იმიჯურად მაინც ეგრეა, იცი რა. ეხლა უკრაინაში, უკრაინა რო დამარცხდეს, მაინც ამერიკის დამარცხებაა და გასაგები და მე რა მინდა ვთქვა უბრალოდ რა, აი ამ საკითხზე რადგან ახლა საუბრობდით. არ გამოვტოვოთ რო იტყვიან ამ აღწერაში და შეფასებაში ის ძალიან დიდი მძიმე, ну ღუზა დავარქვათ ან სიმბალასტი რაც გინდა, რავი როგორ შევაფასებთ, რომელიც როგორც რუსეთს ასევე უკრაინას მოლაპარაკებებში აქვს. ანუ არც რუსეთის სოციუმი და არც უკრაინის სოციუმი არ არის მზად ომის შეწყვეტაზე ერთი პატარა მიზეზის გამო. რატომ ვიომეთ მაშინ ამდენი ხალხი რატო დაიღუპა? და მაგრამ კიდევ არა, ახლა სამხედრო ელემენტს ჩაურთავ კაცო. გარდა მაგისა, რომ ამისთვის არ არის მზად რაღაცა კოლოსალური რაოდენობის სამხედროები არიან ჩართული ამ ომში. ეს ხალხი რომ მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება ან რუსეთში ან უკრაინაში. არა, კი, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობ. აი, განსაკუთრებით რუსეთს აქვს ძალიან მოდი ეგრეთ ვთქვათ, ვისთვის კარგი და ვისთვის ცუდი ტრადიცია, რომ დამარცხებულ მეფეებს თავს კვეთავენ. და ზუსტად პუტინს შეიძლება გადასარევად დიდი სურვილი აქვს რომ შეწყვიტოს ეს ომი, მაგრამ იცის რომ ეგ იქნება მაგისი პრაქტიკულად ბოლო გადაწყვეტილება მის ამ ცხოვრებაში. მეორე ცხოვრებაში რომ მოვა და მესამე ცხოვრებაში რა იქნება არ ვიცით, მაგრამ თვითონ თავის გარემოცვა უწევს. დავჩა და რაც კითხვა დავსვი რეკламამდე, ანუ ევროპას რამდენად აქვს საშუალება დღეს რომ დაიცვას თავი და დაეხმაროს პლუს უკრაინას ამერიკის გარეშე. ევროპას აქვს ყველაფერი, მას აქვს ინდუსტრიული, ეკონომიკური პოტენციალი ძალიან დიდი. ერთი რაც ევროპას არ აქვს ეს არის პოლიტიკური ლიდერშიპი. მას მეორე მსოფლიო ომის მერე ფაქტურად ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა. ჩვენ რომ ნატოს ჯარებზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნატოს ჯარების მთავარსარდალი? ყველა შეთანხმებით არის ამერიკელი გენერალი, რომელიც ის ევროპაში, ხო ის არის. ომის შემთხვევაში ის მართავს ნატოს ჯარებს. ხო, ევროპული სარდლობა, ხო ის არის ნატოს ჯარების მთავარსარდალი. ანუ ევროპას დღეს რაც არ აქვს, ყველაფერი აქვს, პოტენციალი აქვს, ბირთვული იარაღი აქვს, ავიაციის წარმოება შეუძლია, ფლოტი ყავს. სახმელეთო ჯარებსაც შექმნის თუ დაჭირდა და დაამატებს ასე შემდეგ. მით უმეტეს უკრაინის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ ახლა, ხო? უდიდესი ფარი აქვს, ხო? რუსეთის წინააღმდეგ. ერთი რაც ევროპას არ აქვს, მას არ აქვს პოლიტიკური მართვის სისტემა. იმისად დღეს თანამედროვე ევროკავშირი არ არის იმისთვის განწყობილი, რომ მან სამხედრო სტრუქტურა ევროპული მართოს. ამიტომ ევროპას დაჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნა, მოდი ესე რომ ვთქვათ, და ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც სასურველია რომ მოიცავს დიდ ბრიტანეთს და თურქეთს, იმიტომ რომ ეს ორი ქვეყანა ძალიან კრიტიკულია ამ მისის ანუ ცვლილებები ძირითადად ევროპას დაჭირდება პოლიტიკური და არა ეკონომიკური და ტექნოლოგიური. ეკონომიკური და ტექნოლოგიური საკითხებს გაართმევენ თვითონაც თავს. მე უფრო ვიტყოდი რომ ევროპას პირველ რიგში მენტალური ცვლილება დაჭირდება. ხო, მენტალური პოლიტიკური. ანუ პირველი მენტალურია პოლიტიკა მერე მოდის. რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ევროპა ისე განვითარდა, რომ ამერიკა დიდი ბიჭი GSM-ი დგას და მე ვმუშაობ და ეკონომიკას ვქნი და ზუსტად მაგის მიზეზი იყო ერთ-ერთი ეგ მიზეზი იყო, როდესაც წამყვანი ევროპული ქვეყნები ფეხს ითრებდნენ ხოლმე ესე დიპლომატიურად ვიტყვი, თუნდაც საქართველოსთვის მაპის მიცემაზე ან რომელიმე არ უნდა ეხლა იმას რა თავის ტკივილი, მაგრამ როდესაც უნდა მიხვდეს რა ევროპა და ხვდება ამას ნელ-ნელა და იაზრებს რომ მიუხედავად იმისა მას უნდა თუ არა ეს თავის ტკივილი დაწყებული აქვს. და ეს დაიწყო ამერიკიდან და არა რუსეთიდან. არა, რუსეთიდან დაიწყო და ამერიკამ როგორც ასე ვთქვათ თავის ტკივილის წამალი გაუთავდა რა, თავის ტკივილის წამალი იყო ამერიკა. თავის ტკივილი რუსეთიდან იყო დაწყებული და შედეგად რა გვაქვს რომ შეიძლება აი ამ ახალ კონფიგურაციაში პირიქით უკეთესობა მივიღოთ რა, რომ იტყვიან რომ ევროპამ საბოლოოდ მიხვდეს და ნელ-ნელა გამოფხიზდა და შეშფოთებიდან და აღშფოთებიდან აქტიურ ნაბიჯებში გადავიდა, იგივე გერმანიამ სამხედრო წარმოება გაზარდა, იგივე საფრანგეთმა დაიწყო საუბარი რომ ატომური შეიარაღების მართვაში უფლება მომეწითო,
ბრიტანეთს აქვს ატომური შეიარაღება, იგივე არა, გერმანიაში, პოლონეთში მიდის ღია საუბარი უკვე ყველა პოლიტიკური ძალა ითხოვს, რომ ბირთვული შეკავება კონდეთ საკუთარი, არანაირ მაგაზე მაქვს საუბარი ზუსტად, ანუ ჯამში აი ამ გამოფხიზლებამ შეიძლება ძალიან გადასარევად პოზიტიური როლი ითამაშოს ევროპაში ხას უსვამს. ხო, ანუ ერთ-ერთი დადებით შედეგი ეს მოიტანოს. კი. ნახოთ რა იქნება. მადლობა დიდი საინტერესო საუბრისთვის. რაშა ბერძე და ვასილ გოგოლაძე, პოლკოვნიკები იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ გვაქვს უпроსორად ეს გადაცემა დასრულებულია და გემშვიდობით 1 საათი. 9:30-ზე შევხვდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე. დროებით.